რა არის BMF-ის ტიტული UFC-ში და ვინ შექმნა ის? სულ ახალ მაქს ჰოლოუეიმ დაიცვა თავისი BMF-ის ტიტული დასტინ პორიესთან და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო ეს ბრძოლა. ილია თოფურია კიდევ იძახის, რომ მაქს ჰოლოუეის ეს ტიტული არ ეკუთვნის. თვითონ BMF-ის აბრევიატურა ნიშნავს baddest motherfucker, ანუ ყველაზე სასტიკი მებრძოლი. პირდაპირ გადავთარგმნოთ, ყველაზე დედის მებრძოლი. თუ UFC-ში ბრძოლა იმართება BMF-ის კამარზე, ესე იგი ეს ბრძოლა არის განწირული ჩეხაობაზე და ერთმანეთის მკვლელობაზე. ხო და დღეს გავიგებთ ამ BMF-ის ისტორიას და ვნახავთ მის ყველა ბრძოლას. იქამდე კიდევ არ დაგავიწყდეთ არხის განვითარებისთვის, დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. ყველაფერი დაიწყო ნეით დიასისგან, ადამიანისგან, რომელიც გაიზარდა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ქალაქში სტოქტონში. ძმებ დიასებს ბავშვობიდანვე უწევდა ჩხუბი ქუჩაში თვითდამკვიდრებისთვის. ასეთ გარემომ ისინი გახადა ნამდვილი განგსტერები, რომლებიც დღემდე იარაღით მოძრაობენ და ყველამ გარშემო იცის, რომ დიასებთან, დენთან და ცეცხლთან ხუმრობა არ შეიძლება. ოფიციალურად ნეიტმა სამოყვარულო ჩხუბი 17 წლის ასაკში დაიწყო და უკვე მაშინ ჩანდა, რომ ის სასტიკი მებრძოლია, რომელიც თუ არ გათიშე, უკან არ იხევს. ნეიტმა თავისი პროფესიონალური კარიერა MMA-ში დაიწყო 2004 წელს. მაშინ ახალგაზრდა განგსტერი 19 წლის იყო. 2007 წელს მიიღო მონაწილეობა UFC-ის რეალიტი შოუში, სადაც ყველაზე სერიოზული მონაწილე იყო, რომელიც ნებისმიერ შელაპარაკებაში პირდაპირ საჩეხაოდ მიდიოდა. დიასი ამ რეალიტი შოუს გამარჯვებული გახდა, მან ფინალში მანუელ გამბურიანი დააფინიშა და ოფიციალურად გახდა UFC-ის მებრძოლი. მართალია ნეიტი ვერ გახდა UFC-ის ჩემპიონი, ამ ორგანიზაციაში მან 15 ბრძოლა მოიგო და 11 წააგო, მაგრამ თითქმის ყველა წაგება სადაო იყო და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ იქცეოდა ისე როგორც დანა ვაიტს უნდოდა. თანაბარ ბრძოლებში ნეიტს მსაჯები არ აძლევდნენ გამარჯვებას. ბრო, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ნებისმიერ გადაბრუნებულ სიტყვაზე შემეძლო ადამიანის დახვრეტა. მე არ ვარ შოუმენი და მასხარა. თუ ვინმეს ჩემთან ბრძოლა უნდა, კი ბატონო, მოდით, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ რინგზე უკვე ჩემი არჩევანია, ვის რა დღეში ჩავაგდებ. თავიდან ასეთი ხასიათის გამო დანას ვევასებოდი. ხან სად მეპატიჟებოდა და ხან სად. მე მას ყველაფერზე უარს ვეუბნეოდი. ერთხელ დანამ კაზინოში დამპატიჟა. აზრზე არ ვარ ამ თამაშების და არც ეგეთი პიარი მჭირდება. მე ვარ მებრძოლი, მეომარი. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი საქმე სულ სხვა რამის კეთებაა. დანას ჩემი პასუხები არ მოსწონდა და ეს მსაჯების გადაწყვეტილებაზე ისახებოდა. 2016 წელს დიასმა კონორ მაკგრეგორი დაახრჩო და ერთ დღეში გახდა ვარსკვლავი. ირლანდიელი მაგდო 66 კილოგრამის ჩემპიონი გახდა, სადაც გათიშა 13 წამში ჟოზე ალდო და მოინდომა მეორე კამარით 70 კილოგრამში. ის ტიტულზე უნდა შეხვედროდა რაფაელ დოსანიოს, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა, რადგან დოსანიოსმა ტრავმა მიიღო, ამიტომ 11 დღით ადრე ეს ბრძოლა მოუმზადებელ დიასმა აიღო. ოღონდ პირობით, რომ შეხვედრა 77 კილოგრამში შედგებოდა. Surprise, motherfuckers. მარცხის მერე კონორს შეეძლო ჩასულიყო მეორე კამრისთვის 70 კილოგრამში, ან ტიტული დაეცვა 66-ში, მაგრამ აირჩია რევანში დიასთან. ეს 5 რაუნდიანი სასაკლაო იყო, სადაც არც ერთი მებრძოლი არ ნებდებოდა. ეს ომი 10 წლეულის ბრძოლად იყო აღიარებული. საერთო ჯამში დიასმა უფრო მეტი დარტყმა გაუტარა ირლანდიელს, მაგრამ კონორი შედარებით ზუსტი იყო და როგორც შედეგი, დიასი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბრძოლის მერე ნეიტის სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ეს შეხვედრა მან მოიგო და იქვე ითხოვა რევანში, მაგრამ რევანში არ შედგა. კონორი 70 კილოგრამში ჩავიდა, სადაც მეორე კამარი მოიპოვა. დიას კი კონფლიქტი მოუვიდა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან, რის გამოც მან თქვა, რომ ან კონორს მახვედრებთო, ან მეტ ფულს მიხდითო, ან ღირსეულ მეტოქეს შევხვდებიო, რომელიც ჯერჯერობით არ ყავთო. 3 წლიანი პაუზის შემდეგ UFC-მ როგორც იქნა დიას შესთავაზა ნორმალური ჰონორარი და ღირსეული მეტოქე ენტონი პეტისის სახით, რომელმაც თავისი ბოლო შეხვედრა ისეთი ეფექტური ნოკაუტით მოიგო, რომ ნეიტის მოწონებაც კი დაიმსახურა, თუმცა დაამატა, რომ პეტისზე უფრო მაგარი მადაფაკერი მე ვარო. დიაზი და პეტისი შეხვდნენ, სტოქტონის განგსტერი 3 რაუნდს დომინირებდა და გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ბრძოლის მერე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ 3 წელი აქ იმიტომ არ იყო, რადგან UFC-ში აღარ არიან ღირსეული განგსტერები, რომლებიც ღირსები არიან ჩემთან ბრძოლისო, მაგრამ არსებობს ერთი განგსტერიო, რომელიც ეხლახანს გამოჩდაო. დიახ, ნეიტმა ხორხე მასვიდალი გამოიწვია, რადგან მას მოეწონა მასვიდალის 5 წამიანი ნოკაუტი ბენ ასკრენთან. ასევე ნეიტმა თქვა, რომ
რომ ხორხე განგსტერია და მადაფაკერი, მაგრამ აქ მთავარი მადაფაკერი მე ვარო. UFC-ს ეს აზრი მოეწონა და მეგრევე შექმნა ახალი ქამარი, რომელსაც დიდი ასოებით დააწერა BMF, The Biggest Motherfucker. ჩვეულებრივ ქამართან შედარებით ეს ტიტული ვიზუალურად უფრო მუქი და მძიმე იყო. ამ ქამრის დამზადებაში ორგანიზაციამ $50,000 გადაიხადა. BMF-ის ტიტული შეიქმნა მხოლოდ ერთი ბრძოლისთვის. ეს ქამარი გადაეცემოდა ნეიტის და ხორხეს შორის გამარჯვებულს. მადაფაკერები ერთმანეთს 2019 წლის 2 ნოემბერს შეხვდნენ. ტრიბუნები გავსებული იყო მაყურებლებით. ამ ბრძოლის ანახავად თვით დონალდ ტრამპი მოვიდა. დუეინ ჯონსონი კი ამ ქამრის გადაცემას გამარჯვებულისთვის თავისი ხელით აპირებდა. ამ ბრძოლის პირველივე შეტაკებაში მასვიდალმა დიას წარბი გადაუხსნა. ნეიტი მთლიანად გასისხლიანებული იყო. სახეზე 2 ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ სტოქტონის განგსტერი რომ გააჩერო, ეს არ არის საკმარისი. მართალია ამ ბრძოლის მონაკვეთში ხორხე უკეთესი იყო, თუმცა დიაზის мотивაციაზე ეს საერთოდ არ მოქმედებდა. მადაფაკერების სისხლიანი ომი მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მასვიდალი ამ ბრძოლის მონაკვეთშიც უკეთესი იყო და თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს რაუნდიც. თუ პირველი 2 რაუნდი მასვიდალის სასარგებლოდ დასრულდა, მესამე იყო თანაბარი, სადაც მებრძოლებმა უსასტიკესად ისჩეხავეს. This is war not sport. Killers rise. BMF born when fear dies. BMF built for the boldest souls. BMF on the fire breaking all the rules. BMF brutal hearts fearless fight. BMF the baddest motherfucker warriors of the night. The baddest motherfucker. მეოთხე რაუნდში ნეიტ დიას არ ეტყობოდა დაღლა და ძალიან დატენილი იყო, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად მასთან ექიმი ამოდის, ათვალიერებს მის ჭრილობას და აჩერებს ბრძოლას. გარშემო ყველა უკმაყოფილო იყო, თვით მასვიდალიც კი ძალიან გატეხილში იყო, მაგრამ ვერავინ ვერაფერს იზავდა. გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით ხორხეს მიუსაჯეს და ასე ის გახდა პირველი BMF-ის ტიტულის მფლობელი. კი, პირველი 2 რაუნდი მასვიდალი დომინირებდა, მაგრამ ბრძოლა იწყებოდა მესამე რაუნდიდან და თქვენ თვითონაც ნახეთ ნეიტ დიასის დაიქოკა და ექიმს ჩემი აზრით შეეძლო ეს ბრძოლა გაეგრძელებინა და მაყურებელიც ისიამოვნებდა და გამორიცხული არ არის, რომ ნეიტ დიას საერთოდ ეს შეხვედრა მოიგო. მაგრამ ჩვენ მან არაფერს არ წვითავთ, ეს ყველაფერი ექიმების გადასაწყვეტია და ესე დასრულდა ეს შეხვედრა. ამის მერე მასვიდალმა კიდევ გამართა ბრძოლა. პირდაპირ ეგრევე სატიტულო ბრძოლაზე გაუშვეს კამარო უსმანთან. პირველი შეხვედრა მან წააგო მსაჯების გადაწყვეტილებით, მერე რევანში აიღო ისევ კამარო უსმანთან და ნოკაუტით დამარცხდა. ეს 2 ბრძოლა ტიტულზე იყო. მერე კიდევ 2 ბრძოლა წააგო მასვიდალმა და 2023 წელს მან დაასრულა თავისი კარიერა. თავიდან BMF-ის ტიტული მხოლოდ ერთი ბრძოლისთვის იყო შექმნილი და მისი მისია იყო გაერკვია ვინ უფრო მაგარი მადაფაკერია ამ პლანეტაზე, ხორხე მასვიდალი თუ ნეიტ დიასი. მასვიდალის კარიერის დასრულების შემდეგ მოითათბირეს დანა ვაიტმა და მასვიდალმა და გახადეს ეს ტიტული გარდამავალი და გაათამაშეს 2 უმაგრეს სტრაიკერთან ჩეხავთან, ესენი არიან დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი, რომლებიც 2018 წელს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს, მაშინ პორიემ ნოკაუტით მეოთხე რაუნდში მოიგო, სხვათა შორის პორიეზე დოკუმენტალური ფილმი მაქვს და შეგიძლიათ ნახოთ, იქ არის ყველაფერი დალაგებული ვრცლა. 2023 წლის ზაფხულში BMF-ის კამარზე ერთმანეთს შეხვდნენ ჯასტინ გეიჯი და დასტინ პორიე. პირველი რაუნდი შეიძლება ითქვას იყო თანაბარი, მებრძოლები თამამად სვლაში შედიოდნენ და კარგ კომბინაციებს ამუშავებდნენ. თითქოს პორიე კრივში მცირედით უკეთესი იყო, გეიჯი კი ფეხებით კარგად მუშაობდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ამ რაუნდში შედარებით უკეთესი პორიე იყო, რადგან ის კარგად აკონტროლებდა დისტანციას და დარტყმებშიც უფრო ზუსტი იყო. BMF born when fear dies. BMF built for the boldest souls. BMF born in the fire, breaking all the rules. მებრძოლებმა მეორე რაუნდი ძალიან ფრთხილად დაიწყეს და აი პირველ წუთზე გეიჯი მოულოდნელად ჰაიკიკი გაისროლა, რომელიც პორიეს პირდაპირ თავში მოხვდა. ეს იყო ეფექტური ნოკაუტი, რომელმაც გეიჯი გახადა BMF-ის ქამრის მფლობელი.
night. The baddest motherfucker, warriors of the night. The baddest motherfucker, bold as old. გეიჯი მასვიდალივით ეს ტიტული არ გააჩერა. ბრძოლის მერე მან ეგრევე გამოაცხადა, რომ მზად არის დაიცვას BMF-ის ტიტული ისეთ ადამიანთან, რომელიც თვლის, რომ ის ბევრად უფრო მაგარი მადაფაკერია. ხო და აი ამ გამოწვევას გამოეხმაურა მაქს ჰოლოვეი, რომელიც იყო ლეგენდარული სპორტსმენი, 13 ზედიზედ ბრძოლა ჰქონდა მოგებული 66 კილოგრამში, რამოდენიმეჯერ დაიცვა თავისი ტიტული. უბრალოდ მერე გამოჩნდა ვოლკანოვსკი, მისი კრიპტონიტი, რომელსაც 3 ბრძოლა მოუგო საჯების გადაწყვეტილებით, მაგრამ მოუგო სატიტულო ბრძოლები და აი ჰოლოვეი გამოეცხადა მას 70 კილოგრამში, სპეციალურად მოემატა წონა და გავიდა მასთან. სხვათაშორის ჰოლოვეიზეც მაქვს გაკეთებული ძალიან კაი გადაცემა და აი ნახეთ და მერე შეაფასეთ რა დონეზე სერიოზული მებრძოლი არის მაქს ჰოლოვეი. 2024 წლის 13 აპრილს ჰოლოვეი შეხვდა ჯასტინ გეიჯის ტიტულზე იყო BMF-ის კამარი. ეს განწირული ჩხუბი იყო, მაქსმა პირველივე რაუნდში გაუტეხა ცხვირი ჯასტინს, მაგრამ ის აგრძელებდა მაინც ჩხუბს და ერთი მომენტი დაანოკდაუნა მაქსს. მაგრამ საერთო ჯამში ჰოლოვეი 5 რაუნდს დომინირებდა და გარშემო ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ მაქსი იგებს. თუმცა მეხუთე რაუნდის ბოლო წამებზე ის გეიჯის ოქტაგონის ცენტრში საჩეხაოდ ეპატიჟება. როგორც ჰოლოვეი იტყვის, ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ ჯასტინი ნამდვილი მეომარია და იმსახურებს შანსს. თან კონზე BMF-ის კამარი იყო. ცენტრში ჰოლოვეიმა თავისი ქაოტური ხელების კომბინაციით ეფექტურად დაანოკაუტა გეიჯი და გახდა მესამე ადამიანი, რომელმაც BMF-ის კამარი მოიხვია წელზე. Built for the boldest souls. BMF, the fire breaking all the rules. BMF, brutal hearts, fearless fight. BMF, the baddest motherfucker, warriors of the night. The baddest motherfucker. The baddest motherfucker. ამ გამარჯვებამ ჰოლოვეი წინ წაწია და ძალიან ბევრს ეგონა, რომ ისე დაბრუნდება ახლა 66 კილოგრამში, სადაც დაიცავს თავის BMF-ის კამარს და მოიპოვებს ასევე UFC-ის ტიტულს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან უკვე მეფობს სხვა ადამიანი. გამოჩნდა ილია თოფურიამ, რომელმაც უსასტიკესად დაანოკაუტა ვოლკანოვსკი. ჰოლოვეიმა იფიქრა, ვოლკანოვსკი მე სამჯერ მომიგო ბრძოლა, ილიამ კიდე გაანადგურა ის. მოდი კონზე BMF-ის კამარი არ დავდოთო და ტიტულზე ვიჩხუბოთო და იჩხუბეს ტიტულზე და ყველას გვახსოვს ილია თოფურიამ რა უქნა მაქს ჰოლოვეის, მაგრამ სინამდვილეში ამ ბრძოლაში BMF-ის კამარი ტიტულზე არ იყო. ამ ბრძოლის მერე ილიამ იყიდა ამ კამრის პატენტი და ზევითქვევით დაატარებდა და სხვადასხვა ინტერვიუებში იძახდა, რომ აი ნამდვილი მადაფაკერიო მსოფლიოში მე ვარო. ნუ ეს ყველაფერი წყინდა მაქს ჰოლოვეის და ინტერვიუებში იძახდა, რომ მას პატენტი აქვს ეს კამარიო, ნამდვილი BMF-ი მე ვარო. ნუ მოკლედ ამ ყველაფრის მერე ილიამ ყველას გვახსოვს, რომ 70 კილოგრამში ავიდა და მორიგ ლეგენდას მოუწყო გასვენება და გაათიშა მოკლა ოლივერა და გახდა ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი. ამასობაში კიდე ჰოლოვეი მართავს თავისი BMF-ის ტიტულის დაცვას დასტინ პორიესთან, რომელმაც დაასრულა კარიერა და გამარჯვება და ეს კამარი ისევ მაქს ჰოლოვეის დარჩა. ეს შეხვედრა 5-ვე რაუნდი გრძელდებოდა, სადაც მაქსი შედარებით უკეთესი იყო, მან გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და ჩემი აზრით BMF-ის ბრძოლა, ეს კონკრეტული BMF-ის ბრძოლა იყო UFC-ის ისტორიაში ყველაზე ჰუმანური ისტორია, რომელიც მერე ჩახუტებით დასრულდა და ესე ლამაზად დასრულდა მათი ზღაპარი. ერთადერთი დასტინ პორიე მენანება, იმიტომ რომ ტიპი არის, აი უმაგრესი მებრძოლი არის, რომელიც უყურთ სტოპებში იყო და ეჭუბებოდა ყველაზე მაგარ მებრძოლებს, მაგრამ როცა მოდიოდა საქმე ტიტულზე, ის ყოველთვის მარცხდებოდა და აი BMF-ის კამარიც კი ორჯერ წააგო. ამ შეხვედრის მერე UFC-ში წავიდა დუიჟენია. ილია თოფურიამ თქვა, რომ ეს BMF-ის კამარი მაქს ჰოლოვეის ნამდვილად არ ეკუთვნის. მაქს ჰოლოვეიც თავისთვის იქიდან იკმინებოდა, იძახდა, რომ ილია თოფურიას არ აქვს ძლიერი დამნოკაუტებელი ძალაო, მას BMF-ი აქვს ფეიკი, რომ ესაც დაატარებს ზევითქვევით, მოკლედ რაღაცა ხდება. თან პლუს ამას მაქს ჰოლოვეიმ თქვა, რომ 70 კილოგრამში იბრძოლებს დღეიდან. რას ფიქრობ, თვითონ ილია თოფურია მალე გახდება ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი და BMF-ის კამრის მფლობელი ამ უახლოეს მომავალში. თუ 70 კილოგრამში გაჩერდება, ან სარუკიანს ან პიბლეთს სცემს და მერე მოელანდება 77 კილოგრამში ისლამ მახაჩევს და გახდება 3 წონითი კატეგორიის ჩემპიონი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.